გამარჯობა, მე ჰიტა ვარ და მე 160 IQ მაქვს. დღევანდელ ვიდეოში ჩვენ შევაჯამებთ ჩვენს ორთვიანი მიმების გათამაშებას და გამოვავლენთ გამარჯვებულებს. ვინ მოიგებს PlayStation 5-ს, gaming monitors, gaming scams, gaming კლავიატურას და gaming headsets. ასევე ჩვენი მიმების ჯგუფი 100,000 ადამიანზე ავიდა. ეს კი აპლოდისმენტების ღირსია. დაალაიქეთ ვიდეო, გამოიწერეთ ჩემი არხით თუ არ გაქვთ გამოწერილი, ძალიან მნიშვნელოვან მრგვალ თარიღს უახლოვდებით ნელ-ნელა და ეს ფრიად სასიხარულოა. როცა ლეველების ჩალენჯში დაგეზარა და პირდაპირ ფაინალ ბოსთან მიხვედი. ის კარგი მიმია ნამდვილად. მთელი მსოფლიო დავსკიბე და პირდაპირ ლევანთან მივაჭერი. არ გეტყვით როგორ დამთავრდა ეს შეჯიბრი, მაგრამ ალბათ მიხვდებოდით ისედაც ვინ მოიგო. ამ ორ თვის განმავლობაში რა მიმებიც გამოგზავნეთ, დაახლოებით 1000 იყო. 1000 play card-ის მიმი გამოიგზავნა ჩემი Silk-ის play card-ის გათამაშებაში. ამ 1000-დან კრეატიულობის გამოშვება ძნელი იყო და ამიტომ პოსტიც დავდე, სადაც თქვენც უნდა გერჩიათ რომლები იყო თქვენი აზრით ყველაზე კრეატიულები და ნახოთ აბა. მამა, შეგიძლიათ ჩემს შვილს სკოლის საქმეებისთვის კომპიუტერი აუწყოთ. შვილი, i9-12 RTX 4070 Ti 64 GB RAM-ით. გამყიდველი. გამყიდველის ემოციას ძალიან კარგად ასახავს და თან ეს მიმი არის რეალისტური. ასე ხდება მართლა. მამამ არ იცის შვილი რა სტატებს ეუბნება. გონია რომ ალბათ მართლა სკოლის კომპიუტერი ასეთი და თან 1100 ლაიქი აქვს. ჩემი აზრით ამ მიმს რამე უნდა ვაჩვქოთ. ამ მიმის ავტორს. თან ახლა მეც ვაპირებ ჩემი სეტაპის განახლებას. ეს მიმი გამოგზავნა რეზი გაბრიაძემა. და მოდი რადგან ესეთი თემატური მიმი იყო, ამ მიმის ავტორმა მოიგოს gaming კლავიატურა. და რეზი გაბრიაძემ მოგწეროს ან თუ არ მოგწერა ჩვენს მივწერთ რომ მოიგო და შემდეგ რომელიმე ვიდეოში გაჩვენებთ როგორ გადავცემთ გამარჯვებულებს პრიზებს. უნდა შევხვდეთ და ხელი ჩამოვართვათ და გადავიღოთ ეგ. ეს რანაირი მიმია? მე გიტარე ხიდის ქვეშ. Oh my god. მატორიანი თხა. აი, სად იყო AI brain rot-ები და ტრალარელ ტრალალა თუნ საჰურ ბრბრ პატაბიმ და ლარილი ლარილა ელეფანტო ბომბორდირო კროკოდილო და ბომბორდირო ბომბომბინი გუზინი ჩვენ რომ ყავდა მატორიანი თხა კაპიტანი ტახმაგიდა კაპიტანი ტახმაგიდო კაპიტანი ტახმაგიდა აი AI გააკეთა ქართული old school ესეთი რაღაცები brain rot-ები. ვირი ხეზე ავიდა. სანამ ეს ვიდეო 5000 ლაიქზე ავა, ვირი ხეზე ავა. მოიცადე ეხლა მე დავიწყევლესავით. როგორ თქვა სწორად? სანამ რამე არ მოხდება, მანამ ვირი ხეზე ავა. კაპიტანი ტახმაგიდი. კაპიტანი ტახმაგიდი. Oh my god, ეხლა ნახეთ რა ჩავთო. მე ვარ აქ ბარათი მოვიჩვი ხალათი დავდივარ რეპავთ ყველას კერავად ჩემზე მიმები იდება იმდენი დამტეს დიდება ჩემთან ერთად ხოველი ღიდვა დარწმუნდები რომ ნამდვილად ღიდა და მიჯერე დადიბრუნდება პროცენტი არა გეხება არც ერთი ცენტი მოიცა ეს ჩემი გათამაშება რომ არის მაგის თემატიკით არის დაგიბრუნდება პროცენტი რაღაცა ვაუ play card-ი გარეპერდა მე ვარ აქ სიტყვის ბარათი ამაზე არ არის გამათი მე ვარ აქ სიტყვის ბარათი, ამაზე არ არის გამათი. ანუ კრეატიულია. მოდი ლირიკა თუ მოგვეწონება და ძალიან აბდაუბდა და ქაოსური თუ არ იქნება, ამ ვიდეოს ავტორმაც რამე მოიგოს. ყველა ოპონენტს კიში და შამათი შეგიძლია იხიდოს სკინები, ბინები, მდიდარი და ბედნიერი ერთად იქნები, აღარ გეხარჯება ზედმეტი ფულები. ერთად ვითვალოთ ნულები, ყველას ვუგზავნოთ გულები, ჩემთან სვაბარათს არა აქვს შანსი, არა მაქვს დღეებით ასი, მე ვარ პირველი ბარათი, რეპერი, ყველა სხვამ და კარგა ოფერი, ვერავინ ვერ აქნა ვერფერი. ასწავლებს. შევდივარ ბარში, ჩერდები კარში, ჩემი სიმღერა გუგუნებს ხალხში, კარებებს კეტავთ, რადგანაც ამხამეს, ბოლომდე რეპავთ, მღერი დოქსეთვავთ, საათები გადის მზე, უკვე ჩადის დრო, არ არის დარდის, სუნელია ვარდის. ავტობუსი გავიდა, ამზეც უკვე ჩავიდა, მომენატრა მამი და ვურეკავს არი გავიდა. ზეც უკვე ჩავიდა, მომენატრა მამი და ვურეკავს არი გავიდა. Nice, holy shit. თან მიმების კამპანიაც იყო ლირიკაში, ბარათის პლუსებიც იყო, ბაუნსობაც წამოიღო ცოტა, ჩემი აზრით უნდა მოიგოს რამე. და რადგან მუსიკა, მოდი ამ ვიდეოს ავტორმა მოიგოს gaming headset-ი, რომ უფრო კარგად უსმინოს მუსიკას. და gaming headset-ი მოიგო გეგა ყვავიაშვილი. Decline, მიმები 160+2 ადმინი.
ანუ ამ Silk-ის და Playcard-ის ჰეშტეგით მიმები გამოიგზავნა 1000-ზე მეტი. უпростоრად 1000-ზე მეტი კი არ გამოიგზავნა, 1000-ზე მეტი დადასტურდა. და კიდე იყო ბევრი, რომელიც არ დადასტურდა სხვადასხვა მიზეზების გამო. თუ რაღაცას არ ღვევდა ან YouTube-ის guidelines, იმიტომ რომ ადრე ერთი ჯგუფი წავიშალეს მაგაზე, თუ ცოტა რაღაცა შავი იუმორისკენ არის ან რამე მსგავსი და ალბათ 1500 მიმი არ დადასტურდა და ვისაც ბევრი მიმი არ დაუდასტურეს, მაგათი გაკეთებულია უკვე ეს მიმი, რომელიც დადასტურდა. ჩემი არქის მხარდამჭერი სპონსორი გახდა Selfie. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ Selfs ამის გამო. ერთი მაგარი სიახლეა Selfie-ში და უნდა გითხრათ შეიძლება გამოგაგდით. თუ Selfie-ის ნომერი გაქვს, Selfie-ის მომხმარებელი თუ ხარ. საერთაშორისო ბრენდების პროდუქტებზე შეიძლება მიიღო ძალიან მაგარი ფასდაკლებები ან შეთავაზებები. Vodafone და Selfie დაპარტნიორდნენ და ამიტომ Selfie-ის აპლიკაციაში შეგიძლიათ ეს ბევრი ბენეფიტი მიიღოთ მხოლოდ იმის გამო, რომ უბრალოდ Selfie-ის ნომერი გაქვთ. ხო და მოკლედ, Selfie-ის ნომერი თუ გაქვთ, აპლიკაციაში უეჭველი გაჩეკეთ ის შეთავაზებები, რაც იქ არის, იმიტომ რომ შეიძლება რაღაცა თქვენთვის ძალიან საინტერესო იპოვნოთ. 2 კვირა ვაკეთებდიო. აბა ნახოთ რას აკეთებდნენ 2 კვირა. Dodge Challenger-ი მოდის. ეგვიპტეში პირამიდებთან. Dodge Challenger-ში ჰიტას რეპი არის ჩართული. ავედი. ავედი პირამიდებთან და Silk-ი რეკავს. მოდი მისია შეგახსენებ. შენ შეახციო პირამიდებში. და Playcard-ი უნდა მოიპოვო. ამ Playcard-ის უსასრულო ენერგიას მაფია არალეგალურად ფარმავს. გარანტულად პოლიცია ამის შესახებ არაფერს აკეთებს. G2G არის აქ და G2G-ის მაფია ფარმავს, როგორც ჩანს. ჩვენ შენი იმედი გვაქვს. G2G-ის მაფია. ესეთი ხმარატო მაქვს ოდორბიო არა? მივირბინე პირამიდებთან. მაფიის მანქანებთან მივირბინე. ვაუ. G2G-მ დამინახა. ვიხარ. მე ჰიტა ვარ და მე 160 IQ. უკრა. არის საჭი. ვაუ, მაფია მესვრის. Send him 2-3 years Dagestan and forget. ის ვინ იყო დავარტყი? ნახე პირამიდაში Playcard-ი როგორც რელიკვია ისე ტრიალებს. და ფილმში რო რელიკვიას რო აიღებ და უცებ ხაფანგები რო იხსნება და რაღაცები კლავს. How's Wow, Slender მოვიდა თავისი ოპელით. აჯექი. და მაფიას მოპარე Playcard-ი, რომელსაც არალეგალურად ფარმავდა. ძალიან კარგი იყო ოჩახ. ბევრი inside joke იყო და
ამიტომ დაფასებას იმსახურებს. რაღაც საინტერესო მანქანით მოვედი, კიდე პირამიდების თემატიკა იმიტომ იყო, რომ პირამიდებზე ახლა ყველაზე ტრენდული ვიდეო გამივარდა. კიდე ჩემი მუსიკა, მაფია, სლენდერა, თავისი ოპელით, მოკლედ გაასწორა. რადგან ასეთი კარგი ვიდეო გააკეთე ჩემო მეგობარო, ალექსანდრე კოპალიანო. ასეთი ვიდეოების კეთება კარგ მონიტორზე იქნება კარგი, 240 ჰერციან გეიმინგ მონიტორზე და შენ მოიგე გეიმინგ მონიტორი. მამა, ჩემს დას ია ატომ ქვია. მამა, დედა შენს იები უყვარს შვილი. მადლობა მამა. არაფრის, Asus ROG Strix GeForce RTX 4090 OS Edition 24 GB GDDR6X. ეს მიმი წინაზე ჩავდა, მაგრამ მოვკითხულობ სულ მეცინება. Gaming inventars სულ ასეთი სახელები ქვია და თან ყველაფერი რო იცი. თუ კომპიუტერები გეოსება და შვილს სულ ამას არ ქნება. 1200 ლაიქიც აქვს და მოდი, თუ ასეთი ძლიერი ვიდეო კარტა გაქვს კომპიუტერში, შესაბამისად კომპიუტერთან ჯდომის დროს ბევრ დროს დაჰყოფ. ამიტომ ამ იმის ავტორს ერეკლე ჯოხაძეს ვაჩუქოთ Gaming Scam. საჩუქრებს რა პრინციპით ვარჩევანი მკითხოთ. ეს ნახეთ, მატარებელი, ზიგზაგი, ჩემი ძველი გათამაშებიდან, Play Card-ის მატარებელი და DC შუზები. Holy shit. ეს მე ვარ ეს HP, ეს ხელი, სირქის გულები, ვეივერთი, Play Card-ის თამაში გააკეთეს. მომაკვეს. ციგნებს ადამესვია. რა ციგნები რა კომპოს. Holy shit. კალკულებელი ვეივი დავიცავით. ანციკულა. ნახე სკეიჩუზები როგორ მაცვია. რამდენი ვეივის დავიცავ მაგაზია? დიდი ზომები აწამოლენ? მაგაზია. 500 უნდა, 500 წამოვიდა. 500 ვერ ავაგებ. მაინტერესებს მაღაზიაში რა არის. აი გავბაგე თამაში. ესე კუთხეში ვიდგები და ყველაფერს დავიბლოკავ. ქულებზე ვერ გადმოდიან და აი აქ რუკა მთავრდება და ქულებით გავიკეთე ბარიერი. ქულებში ტყვიეც არ გადის. ეს თამაში შექმნა გიოგიუმ და დაგვშა კიდე რამე პრიზი? მოდი გიოგიოსაც ვაჩუქოთ ჰედსეტი. კი გამომელია პრიზები. PS5 უნდა ვაჩუქოთ ყველაზე მეტ ლაიქიანს და ასეთ თამაში რა შექმნა ტიპმა რაღაცა უნდა ვაჩუქოთ. მოდი გეიმინგ ჰედსეტი ვაჩუქოთ გიოგიოსაც და დამატებით პრიზად ვიყიდი კიდე. კი მთელი დღე Minecraft ვთამაშობ, რა უნდა მიქნას ისეთი. ვერაფერი. ასეთი უნდა იყოს ახლა ნიკათიენში. დამაზღვიე, დაზღვევა. ესეც კარგია. დაზღვევაში დააზღვია. ეს კი ბიჭები მომწონს. მაგრა გცემ რო გნახავ, თირკმელიდან გამოგიღებ ხერხემალს ბებიაშენის პროგრესის გენავი. აჩანტო ხდება. მოქმედება ხდება იაპონიაში, თამაშის პირველი კადრი. კატანა კი გაასწორებდა. მინდა კატანა გაასწორებს. და დავითრიო კარგი კატანა. ვარა კარგი ნახატია. ვარა კარგია, მომწონს. ჩემი ბუსკა როგორ არის აქ? და მიკროფონი ის კაია. იაო მინგი, გეიმინგი. ეს ფილმი ძალიან კარგია. ამ ფილმის ავტორი არის ჟორა კეისარი. მოდი კიდე ერთი ჰედსეტი გავათამაშოთ და ამ ფილმის ავტორს ვაჩუქოთ. როგორი ხელგაშლილი ვარ. 2 პრიზი დავამატე უკვე გათამაშებას. 2 ჰედსეტი, თუ დალაიქე ვიდეოს, კაცი Play Card-ით ხელში დაიწყებს ცეკვას. ამას აქვს 1900 ლაიქი. და წესით ამ მიმო მოიგო. კიდე იყო ისეთი მიმები, რომელსაც 5-6000 ლაიქი ჰქონდა, მაგრამ ის მიმები Play Card-ით არ იყო საერთოდ და არც gaming თემატიკაც, ამიტომ ის მიმები ვერ მოიგებდა. ყველაზე ახლოს გათამაშების წესებში რომ მიჯდეს და თან ბევრი ლაიქი ჰქონდეს, ეს მიმი იყო. და მე ჟორა კეისარმა დააკომენტარა, რომ ხალხო მართალია დავალაიქე და აწევდა. The fuck? ამას ხოცეკვა არ შეიძლება და? ეს იყო ქვეყნის ევროპული კურსი? რაზე ისაუბრეთ ტრამპს ეს იყო ქვეყნის ევროპული კურსიო? Oh my god. ეს საუბარი ამ მომენტზე. ხამარი რომ დაიცვა მერაბდვალიშვილმა, დააფინიშა, ისეთი ჩოუკით დააფინიშა, რომელიც საცახელი არ აქვს. Yeah, but he rolled to his back. Oh, that's tight. He's a tight. სანუსნაური ამე გააკეთა და სასწაული გამარჯვება მოიპოვა ისე ოფლიანი. ნაჩხუბარი გადახდა ტრამპს ხელი ჩამოართვა და ეგაზე შეიძლება ელაპარაკოს მაგ დროს. მე ქვეყნის ევროპული კურსი თან ამერიკის პრეზიდენტს. ცოტა უცნაური ხო არა?
და აქ რო საქართველოს დროშა. ალბათ რა უცნაურია ნახეთ რა. ეს კადრი ხო რომ გადახდა და ესე ტრამპი და დანავაითია და ამ დროს რო ეუბნება საქართველოს ევროპულ კურსზე. აი აქ რო ეუბნება მერაბი რომ 10000 ლაიქზე მოუღუტუნებ ჩემს ოპონენტს. თქვენ აგონიათ წინა ჭუბის დროს რო შორომალის კოცნიდა. ეგ არისო ჩელენჯი? მერაბი არის ელთში ქვეყნის. ყველაზე მაგარი ელთშია. გულით რო ატარებს საქართველოს დროშას, ჯერ მარტო ეგ რა ატყირს. და კიდე მერაბთან ერთად სხვა ჩვენი სახელოვანი ბიჭები. Emergency.